ტერიტორიიდან და კიდევ ერთხელ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის და იყო თუ არა რთული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა გარეშეც პოზიტიურ დასკვნას ვერ მივიღებდით. თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გვერდება პირდაპირ ეთერში. Საღამომშვიდობისა, ქალბატონო თეა, გმადლობთ რომ მონაწილეობთ განაცემაში. მოგესალმებით და ყველას მივეცავთ დღევანდელ გამარჯვებას. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მინდა მივულოთ, რომ ჩვენ ერთად ყველა მეცნიერს, მთავრობამ, სახელმწიფომ და საზოგადოებამ დავამტკიცეთ, რომ ნაბიჯ მოთხოვნებით შეგვიძლია გამარჯვებისკენ სიარული. ეს არის დასაწყისი ახალი გამარჯვებების, ის დასაწყისი, რომლის გარეშეც გაგრძელებებზე ჩვენ ვერ ვიოცნებებით. აი ეს ოცნება, რომელიც ჩვენ ყველას ჰქონდა 2013 წლის თებერვლიდან, როდესაც ბრიუსელმა სამოქმედო გეგმა გადმოხდა და გვიქცა, რომ ამას იმ რეფორმებს ჩავატარების დღევანდელი დღე გაგრძელდება, ეს ოცნება ჩვენ ხომ ერთად საჯარო მოხელებმა, პოლიტიკოსებმა, მთავრობამ სანიმუშო დავიხსნით, შრომა შევასრულეთ და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი ძალისხმევა და თითოეული საჯარო მოხელის, რომლებთანაც ერთად მე ახლა პატივი მაქვს ერთელი ზეიმო და მათ უთხრა მადლობა, რომ სამინისტროში არ უნდა მუშაობდნენ. ქალბატონო თეა, 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 80-ზე მეტი კანონქვემდებარი აქტი და 8 ეროვნული სტრატეგია ბოლოს ამ წელში. როგორ აფასებთ გაწეულ სამუშაოს, იყო თუ არა ეს გზა რთული? ეს სამუშაო იყო რთული, მე ვიცოდი ტიტანური, რა თქმა უნდა, მასშტაბური საკანონმდებლო საქმიანობა, რომ ჩვენ მიგვეღწია ქონოდა ამ ქვეყანაში ორი მიგრაციის პოლიტიკა, საზღვით მასაყოფილი პროტექტორი, ქონოდა უსაფრთხო დოკუმენტები, ბიომეტრიული პასპორტების შესაძლებლობით, ქონოდა გამართული მართლმსაჯულებისა და სხვა ინსტიტუტები, რომელთა გარეშეც არ არსებობს სანდო სახელმწიფო. დღეს ჩვენ საქართველოს ამ მასშტაბური რეფორმების წყალობით, რომელიც აღიარა ევროკომისიამ ბრიუსელში, შევიძინეთ სრულად ახალი სტატუსი, როგორც ქვეყანა. თუმცა ჩვენ აქამდე ევროპელების თავში ვიყავით პატარა და ლამაზი, მიმზიდველი, დემოკრატიული, კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, რომელიც რეფორმატორობს, ნოვაციებს ნერგავს, ჩვენ დღეს შევიძინეთ უკვე საბოლოოდ ევროპული სხვა სტატუსის სტატუსი, რომელიც ჩვენ განგვაცვალებს უკვე სხვა ქვეყნებისგან და ადგილს გვიმკვიდრებს ნაბიჯ ევროპულ ოჯახში, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილია. ამას დღევანდელ დღეზე, ამ ეტაპობრივ ძალიანობის გამარჯვებაზე ოცნებობდა ძალიან ბევრი ჩვენი წინაპარი და მე მინდა ისინიც გავიხსენო, ვინც კი ამ დღეს მოვიდა ვერ მოესწრო, მაგრამ ეს საქმე ჩვენ მომავალი თაობებისთვის გავაკეთეთ და პირველ რიგში მათ ვილოცავ, რომ მათ, როდესაც ქვეყნის მართვას დაიწყებენ ჩვენი ახალგაზრდები, როდესაც აიღებენ ქვეყნის ბედნიერში, დახტებათ უკეთესი საქართველო, უფრო ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელსაც აღიარებს ევროპა. მადლობა ქალბატონო თეა, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.